1-დან 5 სექტემბრამდე ლიეტუვის ქალაქ დრუსკინინკაიში გაიმართება პირველი ევროპის მედია ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ქართული ტელევიზიების და ონლაინ მედიის წარმომადგენლებით. ადრეც არაერთ მსგავს ტურნირში გვითამაშია, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 14 საერთაშორისო ტურნირიდან 11-ში ჩვენ პრიზიორების რანგში დავბრუნდით, მათ შორის 3-ჯერ ჩემპიონის ტიტულიც მოვიპოვეთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამჯერადაც ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით მივემგზავრებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ტურნირში პირველ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ საპრიზო ადგილის გარეშე არ დავბრუნდებით. გუნდი 1993 წელს შეიქმნა, მონაწილეობდი თბილისის პირველობაზე, 11-11-ზე თამაშობდით და ძალიან ბევრი ცნობილი ჟურნალისტი მონაწილეობდა ჩვენთან ერთად, ჩვენ გუნდში დიმიტრი ობოლაძე, ლაშა დვალიშვილი, დავით ფრანგიშვილი, მიხეილ აბაიშვილი, კობა ინასარიძე და უგებდი ბევრი ისეთ გუნდებს, რომლებიც ფულად ანაზღაურებს იღებენ, ჩვენ კი ისევ თამაშობდით ენთუზიაზმზე. 2002 წლიდან დავიწყეთ უკვე საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და როგორც მიშა ბრძანა 4-ჯერ მოვიგეთ ტურნირი, 6-ჯერ ვიყავით ფინალში და წავაგეთ და ბრინჯაო მოკლედ საპრიზო სამეულს არ ვცილდებით და შევეცდებით რომ ეხლაც ისევე წარმატებით ვიასპარეზოთ, როგორც საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა შარშან ევროპის ჩემპიონატზე, კაი სახელით ჩამოვიდეთ.